წავიდა მეტი 8000 ლარი ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ონლაინ გეიმინგი ყველას შეუძლია. ამის გამო კაზინოებმა 2022 წელს 72 მილიარდ დოლარზე მეტი იშოვეს და ზოგი წყაროება სიძახის, რომ ეს თანხა 250 მილიარდზე მეტი არის, რაც რამხელა თანხა არის თქვენც კარგად იცით. სანამ გეტყოდეთ თუ რა ფსიქოლოგიური და გენუსურ ხრიკებს იყენებენ კაზინოები ამ ყველაფრისთვის, მანამდე რამოდენიმე რაღაც უნდა აგიხსნათ. პირველ რიგში გეიმინგი ახალი რაღაც არ არის. ეს ონლაინ კაზინოები ახალი რაღაც არის, მაგრამ როგორ კონსპექტი თვითონ გეიმინგი ახალი რაღაც არ არის. ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით 3000 წლით ადრე გამოიგონეს, რასაც დღეს ჩვენ კამათას ვეძახით. წარმოიდგინეთ, ქრისტეს დაბადებამდე 3000 წლით ადრე იყო გემლინგის საშუალება კამათელი და ზოგი იძახის, რომ გამოქვაბულის დროინდელი ხალხი ჭირდნენ ცხოველების ძვლებს და მაგით რაღაცებს თამაშობდნენ. წარმოიდგინეთ ფაქტი, რომ ადამიანის სისხლში არის გემლინგი. ონლაინ გემლინგი ბევრად უარესია ფიზიკურ გემლინგზე, იმიტომ რომ მასე ყველას აქვს ცნობა, არსებობს ესეთი offshore კაზინოები, სადაც არ ჭირდება ID ვერიფიკაცია, ან რაიმე ვერიფიკაცია საერთოდ, ამიტომაც ყველას აქვს ცნობა, რაც ძალიან ცუდი არის ჩემი აზრით. ამიტომაც რამოდენიმე წლის უკან ამერიკაში და უმეტეს ქვეყანაში მიიღეს ესეთი კანონი, რომ გაეუქმებინათ საერთოდ ონლაინ გემლინგი. ამიტომაც ერთ-ერთმა კაზინომ Drafts King-მა ბევრს გაიგებათ, შექმნა ესეთი გეგმა, რითიც შეეძლოთ ყველაფერი ონლაინ გაეკეთებინათ, მაგრამ ყველაფერი ლეგალურად. სანამ იმას გეტყვით, თუ Drafts King-მა რა სქემა შექმნა იმისთვის, რომ ყველაფერი გაეკეთებინა ლეგალურად, უნდა გაიაზროთ საერთოდ გემბლინგი რა არის. ზოგადად გემბლინგის ორი ტიპი არსებობს. პირველი, რაც არის შანსზე დამოკიდებული და მეორე, რაც არის უნარზე დამოკიდებული. შანსზე დამოკიდებული გემბლინგი არის, რაზეც არანაირი კონტროლი არ გაქვს და ყველაფერი გამართლებაზე არის. მაგალითად, სლოტები, რულეტკა და ასე შემდეგ. და უნარზე დამოკიდებული გემბლინგი არის, მაგალითად, სპორტს ბეტინგი. და რადგან ეს უნარზე დამოკიდებული გემბლინგი ტექნიკურად გემბლინგში არ გადის, ყველანაირად გადავიდნენ ეს Drafts King და სხვა კაზინოები მაგ ყველაფრის გარეკლამებაზე და საერთოდ დაივიწყეს ეს კაზინოები, რაც არის თამაშები და ონლაინ კაზინო. ამასთანავე კიდევ ერთ საინტერესო რაღაც მოიფიქრეს და ეხლა მარტივად აგიხსნით და იმედი გაიგებთ. წარმოიდგინეთ, ვინც ვისაც შეგიძლიათ ლეგალურად გემბლინგი კაზინოში რო შეგავთ თანხა, მაგ თანხით გემბლერობთ, ხო, მაგრამ მაგათმა გამოიგონეს ესეთი რაღაც, რომ შენ რო თანხა შეგქონდა ყიდულობდი ვირტუალურ კოინებს და მაგ კოინებით გემბლერობდი, რაც ტექნიკურად გემბლინგში არ გადიდოდა და ამიტომაც მოუწიათ ამ მთავრობებს ამერიკაში და სხვა ქვეყნებში ისევ ლეგალურ გაეხადათ ონლაინ გემბლინგი. და დაფიქრდით, ამ ონლაინ კაზინოების დაბლოკვა დროებითი იყო, იმიტომ რომ მაინც იპოვია ხალხი გზას იმისთვის, რომ იგემბლერონ თუნდაც ამ არალეგალური შეხვედრებით, ამ არალიცენზირებული კაზინოებით და ასე შემდეგ. ამიტომაც მთავრობებმა გადაწყვიტეს, რომ ისევ ლეგალური გაეხადათ, რადგან ჯობია ლეგალური იყოს და მაგათგან საშემოსავლო აიღონ. წარმოიდგინეთ 72 მილიარდი რო გაქვს შემოსავალი, საშემოსავლოსაც ბევრს იხდი. ასე რომ აწყობდა მთავრობებს ეს ყველაფერი და გააკეთეს ისევ ლეგალური. ეხლა გადავიდეთ კაზინოების ფსიქოლოგიურ წნეხზე. წარმოიდგინეთ, კაზინოები იყენებენ ისეთ ფსიქოლოგიურ წნეხს თქვენდამი, რაც თქვენს გარშემო არის უკვე. მარტივად რომ ახსნათ არ დაგაბნიოთ, ავიღოთ სიტყვაზე სლოტები. რა აქვს ეხლა ამ თამაშს სლოტებს? პირველი შანსი, მეორე არაპროგნოზირებადი მოგებები და მესამე მარტივად გამეორება. რა არის ეხლა შანსი? წარმოიდგინეთ, შანსი არის იმისი, რომ თქვენ დიდი ჯეკპოტი დაარტყათ და ძალიან ბევრი თანხა მოიგოთ. მეორე, არ იცით, რამდენს მოიგებთ, როდის მოიგებთ და რანაირად მოიგებთ. და ყველაზე ცუდი რაც არის, ამ ყველაფრის ძალიან მარტივად გამეორება შეგიძლიათ. და რატომ თქვი, რომ ეს ყველაფერი თქვენს გარშემო არის? მაგალითად, როცა აიღებთ ტელეფონს და 5 საათის მანძილზე ტიტოს სკროლავთ, არ იცით რა ვიდეო შეგხვდებათ შემდეგი, მაგრამ იცით, რომ ოდესღაც ძალიან მაგარი ვიდეო შეგხვდებათ და მოგეწონებათ. ამიტომაც ელოდებით თქვენ დოფამინის ლეველი იწევს და ელოდებით რომ ძალიან კაი ვიდეო შეგხვდებათ, როგორც გემბლინგში არის. მაგ რაღაცა სლოტების ტრიალის დროს იცით, რომ ოდესღაც მოიგეთ, მაგრამ არ იცით როდის. და ერთ საინტერესო რაღაცას გეტყვით, ყველაზე მეტი დოფამინი ადამიანს იმ დროს არ აქვს, როდესაც იგებს, არამედ სანამ მოიგებს, ან სანამ წააგებს. წარმოიდგინეთ, ეგრეთ წოდებულ რულეტკას რო ატრიალებთ და სანამ ის ბურთი დაეცემა წითელზე ან შავზე. მაგ დროს არის ადამიანში ყველაზე მეტი დოფამინი და ეგ სიხარულის შეგრძნება ანდომის ადამიანს ისევ რომ დაუბრუნდეს და ითამაშოს იმის მიუხედავად რომ შეიძლება ძალიან ბევრი თანხა დაკარგოს, ხო? ყველაზე ცუდი ის არის, რომ კაზინოები ზუსტად ის ადამიანებს ათარგეთებენ, ვისაც ტვინის წინანაწილი განვითარებული არ აქვს და ეგ ტვინის წინანაწილი იმაზე არის პასუხისმგებელი, რომ თქვენ აკონტროლოთ ემოციები, რისკი გათვალოთ და გადაწყვეტილებები მიიღოთ. ამ ვიდეოს პირველ ნაწილი იმიტომ ჩავწერე, რომ იცოდეთ რამდენად ცუდი არის კაზინო და იმის მიუხედავად რამდენი ვილაპარაკე, მაინც როგორ შეუძლია კაზინოს ჩაგითრიოთ და ყველანაირად დაგავიწყოთ რეალობა. რასაც მივყავართ ვიდეოს მეორე ნაწილი, სადაც აგიხსნით თუ როგორ ვაჯობოთ კაზინოს და რა ხრიკები არსებობს იმისთვის, რომ თქვენ დარჩეთ ბოლოს მოგებული და არა სახლი.
სანამ ყველაფერს გეტყვით, ის უნდა გაიაზროთ, რომ კაზინოს ყოველთვის აქვს რისკის ზღვარი. ანუ მაგალითად ისევ სლოტების მაგალითი ავიღოთ. სლოტებში არის ზღვარი 90-10-ზე, ანუ 90 გადახდის რეიტი აქვს და 10% ყოველთვის მათთან რჩება. რას ნიშნავს ეგ? ანუ 10%-ს ყოველთვის კაზინო იტოვებს იმისთვის, რომ მოგებაში გავიდეთ. დადასტურებული ფაქტია ის, რომ რაც უფრო აგებს ადამიანი, მით უფრო სწრაფად თამაშობს კაზინოში. მოდი ისე სლოტების მაგალითს მოვიყვან. სიტყვაზე ადამიანი რაც უფრო აგებს, მით უფრო სწრაფად ატრიალებს ამ სლოტებს და კაზინოები გაძლევენ ხშირად თითქმის მოგებებს, ანუ სიტყვაზე 3 მარწყვი რო არ დაემთხვა და ერთი რო დაგაკლდა. არასდროს არ მითამაშია სლოტები და მაგით უხსნი ესე ცუდად. გაძლევენ მაგას, რომ გქონდეს ისევ ტვინში უკან სადღაც განცდა, რომ ოდესღაც მოიგებ და ოდესღაც 3-ო დაждდება. ამიტომაც სლოტებს და სლოტების ნაირ თამაშებს, რაც 100% შანსი არის დამოკიდებული, არ უნდა გაიკაროთ, იმიტომ რომ დღის ბოლოს დამერწმეთ კაზინო ყოველთვის მოგებაში გავა. სანამ სპორტს ბეტინგზე გადავალ და რითიც რეალურად შეგიძლიათ თანხის შოვნა, მანამდე ვისაუბროთ მოდი კაზინოს თამაშებზე, რაც 100% შანსი არ არის დამოკიდებული, მაგალითად ბლეკჯეკი. ბევრი თამაშები არსებობს კაზინოში, რაც 100% შანსი არ არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, კარტის თამაშები ყოველთვის შანსი არის რაღაც პროცენტი დამოკიდებული, მაგრამ არის თამაშები მაგალითად პოკერი, მაგალითად ბაკარა, ბლეკჯეკი და ასე შემდეგ თამაშები არსებობს, რაც 100% დამოკიდებული არ არის კაზინოზე და შანსზე, ხო? მაგალითად ბლეკჯეკში ზღვარი არის 0.5%, ანუ $100-დან მხოლოდ 0.5% მიაქვს კაზინოს. მაგრამ ის უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს პროცენტულობა ყოველდადებულ ბეცი არის და არა ძალიან ბალანსი, ამიტომაც არ გეგონოთ, რომ $100 თუ ითამაშებთ, მარტო $5 წააგეთ. და ბლეკჯეკში კარგი სტრატეგიით შეგიძლია ოდნავ მოგებაში გახვიდე, მაგალითად დაიჭირო 1.5% ზღვარი კაზინოზე. და ჩემისათვის ეს ყველაფერი მხოლოდ გართობისთვის უნდა იყოს და არ არის რეკომენდებული როგორც საქმე კარტის თამაშებს, როგორც ბლეკჯეკია, როგორც პოკერია შეხედოთ. იმიტომ რომ 99.99% თქვენგანი მაგით სარგებელს ვერ ნახავს long term-ზე. და მივედით სპორტს ბეტინგამდე. სპორტს ბეტინგით ჩემი გამოცდილებიდან ბოლო 1 წლის მანძილზე ამ საქმიანობას ვსწავლობ და 1 წლის მანძილზე მივედი იმ დონეზე, რომ მომგებიანი ვარ სპორტს ბეტინგში. 1 წელი ზოგადად პატარა დროა, რომ ასეთ საქმიანობაში მომგებიანი გახდე, მაგრამ ჩემი 5 წლიანი გამოცდილება ტრეიდინგში ძალიან დამეხმარა, იმიტომ რომ ერთ და იგივე პრინციპი არის რისკ მენეჯმენტი, ემოციების კონტროლი და ასე შემდეგ. ტრეიდინგზე გამახსენდა და ვისაც ტრეიდინგის სწავლა გსურთ, შეგიძლიათ შეიძინოთ ჩემი ვიდეო სასწავლო მასალა, სადაც ისწავლოთ ტრეიდინგზე ყველაფერს და დაესწროთ თითქმის ყოველდღიურ ლაივებს, სადაც ლაივში ვაჭრობ და შეგიძლიათ ჩემთან ერთად ივაჭროთ და ყველაფერი ჩემთან ერთად გააკეთოთ, ასე რომ ძალიან მაგარი რაღაც არის, ლინკი აღწერაში არის და ვისაც ტრეიდინგის სწავლა გსურთ, შეგიძლიათ შეიძინოთ. ჩემი გამოცდილებიდან სპორტს ბეტინგში არსებობს ორი გზა. პირველი ურისკო, რაც არის არბიტრაჟ ბეტინგი, რასაც აგიხსნით და მეორე შენს სკილებზე დამოკიდებული ბეტინგი. სანამ არბიტრაჟ ბეტინგზე ვისაუბრებდი, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ეს ვიდეო არ არის ფინანსური რჩევა და ეს ვიდეო არის მხოლოდ ინფორმაცია და განათლება. ეხლა ავხსნი არბიტრაჟ ბეტინგი რა არის, მარტივად და ადამიანურ ენაზე. წარმოიდგინეთ, როდესაც ფსონს აკეთებთ რაიმე სპორტზე, მაგალითად ამ შემთხვევაში ავიღოთ ფეხბურთი და სიტყვაზე რეალ მადრიდი ბარსელონას თამაში. ამ ორ ფეხბურთელს, ამ ორ გუნდს შორის არის ყოველთვის კოეფიციენტი რა. არსებობს underdog-ი და არსებობს ფავორიტი. ფავორიტი არის, როდესაც ბუკმეიკერებს გონიათ, რომ ეგ გუნდი მოიგებს და underdog-ი არის, როდესაც ბუკმეიკერებს გონიათ, რომ ეგ გუნდი წააგებს. ფეხბურთის შემთხვევაში არბიტრაჟ ბეტინგი არ არის კარგი, იმიტომ რომ როდესაც შენ ფსონსდებ რომელიღაც გუნდზე ან რაიმე ადამიანზე სიტყვაზე, გჭირდება მხოლოდ საჭირო მხოლოდ ორი ვარიანტი, ან მისი წაგება, ან მისი მოგება. ფეხბურთის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს, ხო? შეიძლება ფრედამთავრდეს თამაში, ამიტომაც არ ვარგა არბიტრაჟ ბეტინგი ფეხბურთში. მაგალითად, არბიტრაჟ ბეტინგი შეგიძლია გამოიყენოთ MMA-ში, კალათბურთში და ისეთ სპორტში, სადაც არ შეიძლება მოხდეს. სხვადასხვა კაზინოები იყენებენ სხვადასხვა ბუკმეიკერებს, ვინც ამ კოეფიციენტებს ადგენენ კონკრეტულ თამაშებზე. მაგალითად, ამ შემთხვევაში ავიღოთ UFC. ძალიან მალე მერაბ თვალიშვილი ჩხუბობს და მაგ ჩხუბს ავიღებ მაგალითად. როგორც თქვი, არბიტრაჟ ბეტინგი არის ყველანაირ ურისკო. შენ პოულობ სხვადასხვა ბუკმეიკერებს, ანუ სხვადასხვა კაზინოებს, სადაც სხვადასხვა კოეფიციენტები იქნება. მაგალითად, ამ შემთხვევაში ერთ კაზინოში მერაბ თვალიშვილი იქნება underdog-ი და მეორე კაზინოში მისი მოწინააღმდეგე იქნება underdog-ი. ანუ ორივეზე შენ რო განათავსო ბეთი, ორივე შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში ვინც არ ამოიღოს მოგებაში გაყვა. ეგ არის არბიტრაჟ ბეტინგი. ეხლა ავიღებ ორ რანდომ კაზინოს, მაგალითად ერთ კაზინოს ავიღებ, სადაც ბუკმეიკერები ადგენენ ამ კოეფიციენტს და მეორეს ავიღებ, სადაც ხალხი ადგენს. ანუ betting exchange ესე ქვია, სადაც ხალხი არ დამოკიდებული რა იქნება კოეფიციენტი. და ნახოთ რა გამოჩვენი betting არბიტრაჟი. მოკლედ, აქ ხედავთ, რომ მერაბ თვალიშვილი არის 1.39 ფავორიტი.
მერაბდოლიშვილი ყველგან ფავორიტი იქნება, იმიტომ რომ მოიგებს, მაგრამ კოეფიციენტებს შორის განსხვავება უნდა ვნახოთ. ეს არის პირველი კაზინო და ეს არის მეორე კაზინო. დააკვირდით 1.39 ფავორიტი და აქ არის 1.22 ფავორიტი. ამასთანავე 4.25 underdog-ი სენტეგენი და აქ არის 3.75, ასე რომ აქედან რო ავიღოთ სენტეგენი და აქედან რო ავიღოთ მერაბდოლიშვილი, მგონი კარგი არბიტრაჟი გამოვა, ასე რომ ავიღოთ და ვნახოთ რა იქნება. მაგ კოეფიციენტებით არბიტრაჟი გამოვიდა ესე $500 გაკეთა $12 მოგება. ყველა ვარიანტში რაც არ უნდა მოხდეს ჩხუბში, ყველანაირად ურისკოდ გამოვიდა $12. ამ სტეიკებით. ეს მარტივი საქმე არ არის, არ გეგმოთ მარტივი, ძალიან რთული არის, ბევრი ინფორმაცია გჭირდებათ, ბევრი მოძიება გჭირდებათ, ბევრი რისკ კონტროლი გჭირდებათ და ბევრი ნიუანსი არის, თუ მოგინდებათ ამ სამის გაგრძელება, შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენ უფრო მეტი ინფორმაცია. და იმას ვეთქვით, რომ კაზინო შეიძლება ამის გამო დაგბლოკოთ. ეს ხა არალეგალური არ არის, მაგრამ კაზინოები არ მოგცემენ იმის უფლებას, რომ ესე ურისკოდ თანხა გააკეთო, რა თქმა უნდა, თუ გამოგიჭირეს. რაც შეეხება უშუალოდ skills-ზე დაფუძნებულ sports betting-ს, მაგ ინფორმაციასაც ერთი წლის მანძილზე ვისწავლე, ესე უცბად ერთ ვიდეოში გაგიზიარებთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, უფრო მეტ ვიდეოსაც ჩავწერ basic ინფორმაციაზე, მაგრამ ვისაც გსურთ sports pick-ები ჩემგან, შეგიძლიათ შეეძინოთ Discord-ი, სადაც ჯერობით მარტო trading-ია, მაგრამ ძალიან მალე დაემატება sports betting-ის ვიდეოები, სასწავლო ვიდეოები და ასევე sports pick-ები, ანუ სიგნალები. პირველი 60 ადამიანი ვინ შეიძენს ერთისთვის ნაცვლად 3 თვე ექნებათ, ასე რომ მიჩქარეთ sports betting-ი ჯერ დამონტებულა და ამ ვიდეოს შემდეგ დაემატება, ასე რომ პირველი 3 თვე სრულად ერთ თვის ფასად იქნებით.